დაახლოებით 1 საათის წინ შევიდნენ ოპოზიციის ლიდერები ამერიკის საელჩოში შეხვედრაზე. აქ იმყოფებიან ნიკა გვარამია, თინა ბოკუჩავა, ლევან ცუცქირიძე, გრიგოლ გეგელია, ანა ბუჩუკური. ეს გაერთიანებული საერთო შეხვედრა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანთან. თბილისში იმყოფება პიტერ ანდროილი. ეს არის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო დეპარტამენტის ბიუროს წარმომადგენელი. ეს არის უწყება, რომელიც მუშაობს საქართველოსნაირ ქვეყნებთან, განსაკუთრებით უსაფრთხოების დემოკრატიული თუ რეგიონული პოლიტიკის თვალსაზრისით და თუ გადავხედავთ შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას და ამერიკელი მაღალჩინოსნის დღის წესრიგს, მარტივად ამოიცნობა თუ რა არის შეერთებული შტატების ინტერესი და ამ ვიზიტის ინტერესი. დღეს ვიდრე შეხვედრა გაიმართებოდა, გავრცელდა კადრები ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან ერთად. ამერიკელი მაღალჩინოსანი იმყოფებოდა ანაკლიის პორტის ტერიტორიაზე, მშენებლობის საკითხს გაეცნო და ადგილზე დაათვალიერა ტერიტორია და ეს არის ერთგვარი დადასტურება, რომ შეერთებულ შტატებს აქვს ეკონომიკური ინტერესი შავი ზღვის რეგიონში. საქართველოს უყურებს როგორც შუა დერეფნის მნიშვნელოვან ნაწილს და შესაბამისად ამერიკელმა მაღალჩინოსანმა გადაწყვიტა ადგილზე გაეცნო ანაკლიის პორტის მშენებლობის შესახებ ინფორმაციას. თუმცა ამ ვიზიტის კიდევ ერთი მიმართულება არის დემოკრატიული პროცესებზე დაკვირვება. სწორედ ამიტომ ოპოზიციასთან ერთად მაღალჩინოსანი შეხვდება მესამე სექტორის წარმომადგენლებს, საზოგადოების წარმომადგენლებს და ამ შეხვედრაზე პოლიტიკური პარტიები აპირებენ, რომ ისაუბრონ პოლიტიკურ პროცესებზე საქართველოში, ხელისუფლების რეპრესიულ კანონებზე და რეპრესიებზე, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით გრძელდება დაპატიმრებულ პოლიტიკოსებზე თუ დემონსტრანტებზე და გარდა ამისა ისაუბრონ თუ რამდენად სჭირდება შეერთებული შტატების მხარდაჭერა ქართულ დემოკრატიას. მთელი სისტემა უსაწყობია. გათხოვდა არის იმისთვის, რომ ადგილზე მოიკვლიოს ვითარება, რომ დაინტერესდეს ყველა იმ ძირითადი პოლიტიკური საკითხით, რაც ახლა დგას, როგორც გამოწვევა ჩვენ დემოკრატიის წინაშე და ბუნებრივია ამავე დროს გაეცოს იმ გამოწვევებს, რაც შუა კორიდორს გააჩნია და მე ვფიქრობ ის, რომ ბატონი ანდრეული ეწვია როგორც ფოთისპორტს, ასევე ანაკლიის ტერიტორიას, არის ძალიან კარგი ნიშანი იმ აქტიური ინტერესისა, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებს გააჩნია შუა კორიდორისადმი და საქართველოს უაღრესად მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული ფუნქციისადმი, რომელიც ქოცურმა რეჟიმმა შეგნებულად შესწირა მსხვერპლად თავის რუსულ პოლიტიკურ კურსს. მე ვისაუბრებ ბუნებრივია ყველა იმ ძირითად საკითხზე, რაც დღეს ჩვენს დემოკრატიას უდგას როგორც გამოწვევა. ეს იქნება პოლიტიკური სისტემის გადატვირთვის ჩვენეული ხედვა, ეს იქნება ცხადია ძალიან მკაფიოდ დაფიქსირება იმისა, რომ პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ, ახალი არჩევანი უნდა იქნას ჩანიშნული. მნიშვნელოვანია ის ვიზიტი საქართველოში, მაგრამ სამწუხაროდ ნაცვლად იმისა, რომ დღეს საქართველოს სახელით შეგვეძლოს ისეთ ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლო საკითხებზე საუბარი, როგორც არის თუნდაც ვიზა ფასილიტაციის თემა, თუ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ამერიკის შეერთებულ შტატებთან და სხვა თვალსაზრისით ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობის გაძლიერება, სამწუხაროდ ეს სტრატეგიული პარტნიორობა საერთოდ შეწყვეტილია და ჩვენ ვხედავთ, რომ არანაირი გადატვართვის ნიშნები არ არსებობს, მანამ სანამ რეჟიმი აგრძელებს პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ პოლიტიკას და ამით აზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და სუვერენიტეტს და ასევე ბუნებრივია ამერიკის ინტერესებს, როგორც საქართველოს მთავარი პარტნიორის, რომელსაც საქართველოს სახით სურდა დემოკრატიული, ძლიერი, შემდგარი სახელმწიფო. ამერიკელი მაღალჩინოსანი ასევე გეგმავს ამ ვიზიტის ფარგლებში, რომ ეწვიოს საოკუპაციო ზოლს და ადგილზე გაეცნოს გამყოფ ზოლთან არსებულ ვითარებას. ეს პარტნიორი სახელმწიფოების წარმომადგენლების ვიზიტების მნიშვნელოვანი და აუცილებელი ნაწილია ხოლმე, როცა ისინი თბილისში ჩამოდიან, ამით ადასტურებენ გამყოფ ზოლთან ყოფნით, ადასტურებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი, სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერას და გარდა ამისა შეხვედრა არის დაგეგმილი კერძო სექტორთანაც. ჩვენ არ ვიცით მედიასთან აპირებს თუ არა მაღალჩინოსანი საუბარს, რომ გავიგოთ უფრო მეტად მისი გზავნილების შესახებ. ცნობილია, რომ მას შეხვედრები არ ექნება მთავრობის ადმინისტრაციაში, დაგეგმილი არ არის ირაკლი ყობახიძესთან შეხვედრა.